ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574500094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა გაბიჭიძე. გამარჯობა, მე ინკოგნიტოს ახალი თაობის ჟურნალისტი გვანცა შავად. დღეს მინდა ჩემი პირველი გადაცემა წავიყვანო. ინკოგნიტოს ჟურნალისტებს ვინც იცნობს, კარგად იციან, რომ მოხდენილად მიყავთ გადაცემა. ამიტომ რთულია იყო წარმატებული პროექტების წამოწყება. მოგიდგინოთ 51 საჯარო სკოლის უკვე წარმატებული მასწავლებელი მაკა გაბა. საქართველოს დროშას რამდენი ჯვარია? 5 ჯვარი. ხომ მეთქვით რას ნიშნავს ეს 5 ჯვარი? ერთად ვთქვათ მოდი და მიწისა, ისა, ელისა, ბელისა, მეთად ურთიერთობისა. ძალიან კარგი ბავშვები ხართ, ძალიან ბევრი ცოდნა დაგვიგროთ. თქვენ რომ ბაღში დადიოდით, გამდენი რამე იცოდეთ? ეხლა თქვენ მაშინ იყავით ბაღის ბავშვები. ეხლა ვართ უკვე სკოლის მოსწავლეები, ხო? განსაკუთრებული სტატუსი გვაქვს, ხო? ჩვენ. ანუ უკვე მოსწავლეები ვართ და ძალიან დიდი ბავშვები გავხდით. მოგესალმებით, მაკა მასწავლებელი. მოდით დავიწყოთ. ჩემი პირველი კითხვა ასეთი. როგორ მოგწონთ თქვენი პროფესია? ისეთი ჩემი პროფესია, ჩემო საყვარელო გვანცა. არის ჩემი საყვარელი პროფესია, ესე მინდა დავარქვა. აი შენზე უფრო პატარაც რომ ვიყავი, სულ ამას ვფიქრობ, რომ მასწავლებელი უნდა ყოფილიყავი და ანუ სხვა პროფესია არ განიხილებოდა ჩემთვის. ანუ მიყვარს ჩემი პროფესია და გავხდი კიდეც მასწავლებელი. რამდენი წელია რა ბავშვებთან ერთად მუშაობთ? ბავშვებთან ერთად 25 წელია მუშაობ. როდესაც ბავშვებთან ერთად მუშაობთ, რას გწონთ, გაგვიზიარეთ? როდესაც ბავშვებთან ერთად მუშაობ, მე რა ლამაზი შეკითხვა დამისვი კონცა. გრძნობ, მეც ამათი ტოლი ხდები. მიყვარს ის ფილმები, რაც ამათ. კითხულობ იმ წიგნებს, რასაც ესენი კითხულობენ. დავდივარ იმ ფილმებზე, იმ ანიმაციურ ფილმებს უყურებ და მიყვარს ის გმირები, რაც ამათ უყვართ და არის აი ის მონაკვეთი, რაც ყოველშვიდ ამათი ტოლი. ხან 6 წლის, ხან 7 წლის, ხან 8 წლის და ეს მე რო შორდებით ერთმანეთს. რამდენად ჩართული ხართ განათლების პროექტებში? აუცილებლად უნდა ვიყო ჩართული. სხვანაირად ჩვენი პროფესია არც მოიაზრება. ყოველდღიურად გვჭირდება განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების ფეხისაღმა და ამ თანამედროვე მეთოდების ჩვენს პატარებთან თანერგვა. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აი სულ პირველი თაობის, აი როდესაც მე 25 წლის წინ დავიწყე მუშაობა, იმ თაობის ერთ-ერთი მოსწავლე ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და ახლა იქვე მუშაობს როგორც ლექტორო მასწავლებელი. და მე მომდევნო თაობებიც რა ვიცი აგრძელებენ ეს წარმატებულ მოღვაწეობას. და რამდენი თაობის ამხსნელი ბრძანდებით? უკვე მე-6 თაობაა, რაც მე მუშაობ და ამათთან დრო გამიტარებია. და ბოლოს ტრადიციული კითხვა, რას გვისურვებთ ინკოგნიტოს ნორჩ ჟურნალისტებს? ეხლა თქვენ ისეთი პროფესია გაქვთ, სულ მინდა გისურვოთ წარმატება, ზრდა, პროფესიული ზრდა. ანუ მუდმივი განვითარება და ტყუილად არ გეძახიან თქვენ მეოთხე ხელისუფლებას. ეს არის თქვენი წამყვანი, როგორ გითხრათ, პროფესია, რომელიც უნდა შეისისხლხორცოთ. განვითარდეთ, გაიზარდოთ და წარმატებულიც უნდა იყოთ თქვენს პროფესიაში. ჩემი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდი. მინდა მადლობა გადავხადოთ ჩემს რესპექტორს. მაკა მასწავლებელი, ძალიან მომეწონა თქვენს მიერ ჩატარებული გაკვეთილი. მეც გემშვიდობებით. მინდა უამრავი წარმატება გისურვოთ პროფესიულ საქმიანობაში, წინსვლა, წარმატება, პროფესიული ზრდა და რაც მთავარია, ბევრი რესპექტი. მადლობა.